დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით სულ ყველას. დღეს 22 ივნისია და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გორის რაიონში. გვინდა მოვინახულოთ 3 სოფელი, მაღალმთიან რეგიონში მდებარე. ეს არის სოფელი საყავრე, ლული და ურიულა. სოფლები დასახლებული იყო 90-იან წლებამდე, ოსი მოსახლეობით და ქართველებით ცხოვრობდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ 90-იან წლების დასაწყისში მოხდა ქართულ-ოსური არეულობა, მოგეხსენებათ სულ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, პირადად მე ძალიან კარგად მახსოვს და ამ არეულობის შემდეგ ეს სოფლები დაიცალა, ოსური მოსახლეობა, ოსი ხალხი გადავიდა ოსეთში საცხოვრებლად და დღესდღეობით არ ვიცი ხა თუ ვინმე ცხოვრობს ამ სოფლებში, ვინ არის დარჩენილი, რა პირობებში ცხოვრობენ, როგორი გზებია და ყველაფერი მაინტერესებს მოკლედ სოფლის შესახებ, ამ 3 სოფლის შესახებ, სადაც დღესდღეობით გვინდა რომ მივიდეთ და ერთად დავათვალიეროთ თქვენთან ერთად. უღრმესი მადლობა სულ ყველას მინდა უთხრა, ვინც უყურებს ჩემ ვიდეოებს, ვინც ალაიქებს კომენტარს, ვინც მწერს, პრინციპში ერთი და იგივე ადამიანები მწერენ კომენტარს. ძალიან დიდი მადლობა სულ ყველას მხარდაჭერისთვის, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მოდი დღეს ახლა დავათვალიეროთ ეს 3 სოფელი, საყავრე, ლული და ურიულა. აბა დროებით დაგემშვიდობებით და მალე შევხვდებით. წავიდეთ. ახლა მივდივართ სოფელ საყავრეში, რომელიც არის გორის რაიონში. გორიდან არის დაახლოებით 40 კილომეტრი და ესეთი გზები მიდის სოფლამდე. სოფელში ცხოვრობს 2014 წელს სოფელში ცხოვრობდა რამოდენიმე ოჯახი და დღესდღეობით არ ვიცი ცხოვრობს თუ არა ვინმე და ახლა გვინდა ავიდეთ და ვნახოთ რა. წმინდა გიორგის ეკლესია არის, როგორც მე წავიკითხე ინტერნეტში, რესტავრაცია გაიარა ეკლესიამ და ეკლესიის მონახულებაც გვინდა. ტალახში ამ გზაზე ასვლა ცოტა რთული იქნება. წვიმიან ამინჩი და ზამთარში. მშრალ ამინჩი კიდე არ აუშავს. მთელი გზა ასეთი ბუნებაა თითქმის. სოფლამდე დაგვრჩა რამოდენიმე კილომეტრი. გავიძახი რამდენი ეხლა არის სოფლამდე დარჩენილი 5 კილომეტრი. 5 კილომეტრია ბაბუ გასავლელი კიდე ასეთი გზებია რა ალბათ. შეიძლება ამაზე ცოტა უარესიც დაგვდეს, ან უკეთესი ყოველ შემთხვევაში არ იქნება. რო ჩავალთ დამოსვლის დრო იქნება უკვე. სოფლამდე რო ჩავალთ უკვე უნდა წამოვიდეთ უკან, ხო? ძალიან ნელ-ნელ ამივდივართ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი გზებია. და სავარაუდოდ სოფელშიც არავინ არ დაგვხდება მაცხოვრებელი, იმიტომ რომ ასეთ გზებზე ეხა ვინმე მიაროს სოფელში მე ეჭვმეპარება არ ამგონია. მაგრამ ეთყობა რომ ამ გზაზე მოძრაობს მანქანა. მანქანები მოძრაობენ და აბა სად მიდიან თუ არა სოფელში. რო ვთქვათ ეხა შეშაზე დადიან მეთქი, მაგასაც ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან დაბალი ხეებია აქ და შეშისთვის ეს ხეები არ გამოდგება. სოფელ საყავრემდე დაგვრჩა 4 კილომეტრი. გამარჯობა. საყავრეში სწორად მივდივარ? კი. ასე პირდაპირ ხო? საყავრეში ეხა ცხოვრობს ვინმე თუ იცი? არიან? მარტო აქედან მიდის გზა თუ სხვა გზაც არის კიდე? აქედან არის. მადლობა. უცოტალე. გასიკნებული საკონელია. შუქებია. პატარა ხაშლამები დადიან. ნუ დაყრით სიგარეტის მასო რა, ხო. ჩააქრე, აი, ხანძარი რო არ გაუშვდეს რა, გადამხმარია ყველაფერი და სიგარეტის ნამწვი არ გადააგდოთო. აქ ცოტა მოიმატა, ხო იცი, ხეების ზომა. ესე სოფლამდე დაგმა მოიმატა და იმიტომ. ხო იქ კლდოვანი ქანები იყო და ვერ იზრდებოდა ხეები.
ხაზია გასდილი კიდე ნიადაგი. თითქმის მივედით რა, სოფლამდე 2-3 კილომეტრი დარჩა და. გზა მართალია არაფრად არ ვარგა. აქ ბაბუ წვიმიან ამინჩი და ზამთარში აქ ცოტა რთული იქნება მოსვლა. დენის ბოძები არის, მაგრამ კაბელები თუა ბოძებზე. პატივცემულო ძროხუნება, აბა გაიწით იქით. ძველი ბოძები. ეხლა ვიმყოფებით მეგობრებო სოფელ საყავრეში და აი მოსახლეობა რითია დაკავებული სოფლის მეურნეობით, ძირითადად ძროხები ყავთ. ძალიან ბევრი ძროხა, საძოვრები არის. აი ნახეთ რა ლამაზი ადგილია და სულ საძოვრებია. ესეც ერთი შემოღობილი ადგილი ვნახე, რომელიც ადრე ეგერ სახლი იყო და დღესდღეობით სახლისგან დარჩენილია ეგერ თქვენ თვითონ ხედავთ რაც ქვის ნანგრევები. ძალიან ლამაზი ადგილია, სოფელი არის არაჩვეულებრივ ადგილას. ათას 200 მეტრია ზღვის დონიდან, მაღლა მთაზე, მაგრამ ქარია დღეს. რამდენიმე ოჯახი მე მგონი უნდა ცხოვრობდეს, იმიტომ რომ ძროხები ყავთ, გზაში შეხვდა ერთი კაცი მოდიოდა საყავრეში. აი ქვევით არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, იქაც მინდა რომ ჩავიდეთ. ნახეთ რამხელა შენობა იყო და როგორ არის დანგრეული. იმის გამო ერთადერთი პრობლემა აქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის გზა არის ძალიან ცუდი რა. ეხლა ზაფხულში ასე თუ ისე მანქანა ამოვა, მაგრამ ზამთარში და წვიმიან ამინჩი ცოტა გაუჭირდება აქ ადამიანს ამოვიდეს. გორიდან არის დაახლოებით 40 კილომეტრი, მაგრამ ცენტრალური გზიდან სოფლამდე დაახლოებით 10-12 კილომეტრია და მოვანდომეთ ალბათ 1 საათზე მეტი. საათნახევარი ალბათ სანამ ამოვედით ჩვენი მანქანით ამ სოფლამდე და აი ეს ალბათ აგერ ქვევით მე მგონი ცხოვრობს, ვინმე მინდა ჩავიდე ეხლა და გამოველაპარაკო. ეს ძროხები ზაფხულში მესმის, კაი ყავთ, მაგრამ ზამთარში როცა აქ ადამიანი ვერ ამოდის, არ ვიცი რანაირად ეს ძროხები სადმე ყავთ. აი ესეც რამხელა შენობა იყო, რომელიც არის ხა განადგურებული და ძროხები იყენებენ ჩდილისთვის. ცხენი ყავს ეგერ. აი ესეც სახლია, აი საცხოვრებელი. ცხენია. ზაო ცხენო. სიმპათიური ცხენია. ხო, აქ ძაღლს რო გაიღვიძო, შეიძლება გაბრაზდეს. ალამაზი ბუნება სოფელ საყავრეში. ბაბუც მოდის. ეკლესიაში შევიდეთ ახლა. ესეც სოფლის ეკლესია.
რომელიც უნდა იყოს რესტავრირებული, როგორც მე წავიკითხე მე-15 საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია სოფელ საყავრეში, რომელსაც ჩაუტარდა რესტავრაცია და მინდა აბა შევიდეთ ეკლესიაში, კარები ღიაა, სანთელი დავანთოთ. ეს ადგილობრივია. გამარჯობა. ზანთარში და როცა ცუდი ამიდი ამ გზებზე როგორ მოძრაობთ? მე სუპერში ვარ. შუქი არის? შუქი აი მზის. მზის, ხო, ისე არა. წყალიც ბუნების გაქვთ. აი ხარეთ. ძალიან კაი ბუნება, ძალიან მაგარი სოფელია და მაგრამ აი გზები არ ვარ, გზა მართლა ძალიან ცუდია, რა გზა რო კარგი იყოს. აი სამი ოჯახი აქ ცხოვრობს ზაფხულში. ზაფხულა კარია. ეგენია კარია. ჩენა ათიმდება ვერაღა გვინდა. აი ასი დროხსანი საკვაკი, პოსტელია კატანახიდია და დადასიკავარდა. ეს შენობები რო არის, აქ ცხოვრობდა ხალხი, ხო? ეს ინტერნეტი გამარჯობა. ოსებით აბა ადგილი იყო. ეს არეულობა და არეულობა რო იყო 90-იანებში, მაშინ დაიცალა. ეს აქედან დაწლიცებისაა ეს ფიჩერისაა ნულის მოტაფები იყო ხოლმე ჩემოდი ხოლმე ღამე აქ რა ბავშვი. ზამად გაბაიღა დიდოლობაზე ისაფერ საკითხი აიტახალა ბავშვი. დედახან ინტერნეტი რა. ეგ იყო საფრთხე რამე. აი კი ომენ სპორტა. ცენტრი იყო რა. ცენტრი. ხუთი ოჯახი სოფლის იყო რა. 90-იანებში. 90-იანებში. მე დაირია სიტუაცია და დაიცალა. იმის ვერ დავიდა ჩვენი საქართველოს უკანა. სოფელ საყავრეში კიდე რამხელა შენობა იყო ესა. რამხელა ნაგებობა იყო და როგორ არის დანგრეული. რამდენიმე სახლი ჩანს, აგერ ეს ერთი სახლია, საცხოვრებელი, ესეც სახლი იყო. და კიბეები ღარი დარჩენილი ამ სახლიდან. სახლში შესასვლელი კიბეები და პატარა სახლი იყო. აგერ ქვევით. რამდენიმე სახლი. აგერ იქით ჩანს რამხელა ნანგრევები, რამხელა შენობები. დენი არ არის ამ სოფელში, წყალიც წყაროს წყალია. 90-იანებამდე დენი იყო სოფელში, მაგრამ მერე არეულობის მერე აირია სიტუაცია. კაბელებიც ალბათ მოიპარეს. მარტო ბუძებია დარჩენილი. ბუძები. და ასეთი სახლები. აბა ერთი შევიხედო ამ სახლში. მაინტერესებს. პოლი რა კარგად არის, იატაკი რა კარგად არის შენარჩუნებული. აქაც იატაკი არაჩვეულებრივად არის შენარჩუნებული.
ესე იგი დაახლოებით რამდენი წელი გამოდის 30 წელი 35 წლის წინ არის მიტოვებული და ნელ-ნელა იშლება აი როგორ ბუნებაში არის ხეხილის ბაღი არაჩვეულებრივი ბუნება სუფთა ჰაერი არავინ არ ცხოვრობს. აი ხა ვიმყოფებით სოფელ ლულში. სოფელი ლული არის 1004 მეტრზე ზღვის დონიდან და აქედან საფეხმავლო გზა არის დანახვის ეკლესიამდე არის 14 კილომეტრი და ატენის სიონამდე არის 18 კილომეტრი. ატენის სიონში ვართ ნამყოფები, დანახვის ეკლესიაში არა. მაგრამ სხვა დროს და აქედან მიდის ნათლისმცემლის ეკლესია ში და სოფელი რკონი 11 კილომეტრი. ამ გზას უნდა გავყვეთ ახლა ჩვენ. ნათლისმცემლის ეკლესია. ეს არის სოფლამდე მოსასვლელი გზა, აი ზევიდან ჩამოდის გზა და ეგერ არის სოფელი, სოფლის რამოდენიმე სახლი, ძველი სახლის ნარჩენები, ეგერ ხედავთ ზევითაც აი აქეთაც და ასეთი გზა გააკეთეს ხიდი იყო აქა ხიდი გააკეთეს უბრალოდ და ხიდზე იყო გადასასვლელი გზა მაგრამ წყალმა მდინარემ გააფუჭა ეს გზა ეხლა მანქანა ფიზიკურად ვეღარ გაივლის და სოფელში თუ უნდა შემოსვლა ეს მდინარეზე უნდა გადავიდეს ეს გზა არის ასე მდინარეზე გადავა და შემოვა არა და შვენიერი პატარა ეგერ ხიდია, უბრალოდ ამას გადაკვალა უნდა ამ წყალს რო შევიდეს ეგერ მილში და იქნება სოფლის გზა. სოფელი არის ძალიან ლამაზ ადგილას ტყე არის, მთაზეა ფაქტიურად. სოფელში მე როგორც ამოვიკითხე ინტერნეტში ასეთი ინფორმაცია იყო ცხოვრობდა 90-იანი წლების დასაწყისში 80-იანი წლების ბოლომდე ცხოვრობდნენ ქართველები და ოსები მაგრამ შემდგომ უკვე ქართულ-ოსური კონფლიქტი რო დაიწყო აქედან ოსები გადასახლდნენ და ნელ-ნელა დაიწყო ამ ადგილებმა და ამ სოფლებმა დაცლა აგერ როგორი სახლია აი კაც რაღაც ნასახლარია ეთყობა. გორიდან არის 40 კილომეტრში, სამი სოფელი არის საყავრე, ლული და ურიულა. ურიულამდე ვერ მივედით ფიზიკურად, იმიტომ რომ ძალიან გაფუჭებულია წვიმისგან, დიდი ხრამებია და ფიზიკურად ჩვენი მანქანით იქამდე ვერ მივედით. ურიულაშიც ოსები ცხოვრობდნენ 90-იან წლებამდე. აგერ იგზევით ჩანს რომ თითქოს ვიღაცა სხვა კი მანქანაც აყენია და გვინდა მივიდეთ ახლა აბერთ სახში თუ იქნება ვინმე და უკნიდან მანქანა მოგვადგა და ის მანქანა ნეტე საიდან მოდის ახლა ხო გამარჯობა გამარჯობა საიდან მოგზანდებით ატენიდან ხო ალბათ ატენის ხეობიდან არა ჩვენ საერთოდ გვიგითხა ახლა ჩვენ ამოვედით ხოვლედან იქიდან ჩვენც იქიდან ამოვედით და ის გზა არ ვიცით სად მიდის ეს მაღლა სალოცავია და სოფლებია კიდე ბიბლებია და ატენის ხეობაში გამოსულები დილითა აქედან ამოვედით აი რო ტრაფარეტები იყო აინა გამოსულა როგორც თქვენს და იქიდანაც გადადის ატენში ხო გადადის ხო გადავიდნენ ისინი გადავიდნენ მაგრამ არ ვიცით როგორი გზა არისო წავიდეთ პიკაპით იყო ჩაულები ჩვენ ზევიდან ჩამოვედით ეხლა ჩვენ წავიდეთ 10 ატენზე
აი კაც გითხოთ ეგ აი ეგ ხო იგი მინდა იქ მინდა რო ავიდე და ვკითხო პოლიცია გადავიდაო აქედან ატენის ხეობაში აი იმ გზით უკან რა პოლიცია იყო პიკაპით თუ და ისინი გადავიდენო და პიკაპით თუ გადავიდენ ჩვენც გადავალთ მაგრამ საქმე ის არის რომელი უფრო მოკლე გზა არის უკარო დავბრუნდეთ თუ ატენიდან რო წავიდეთ ჩავარდება არ ჩავარდება აი მოსახლესთან უნდა მივიდეთ და ვერ და ვერ მივიდეთ ო აი აქ ნენელა ჩადე ეს ოფე ლულში მივადექით ფერმას აქაც ალბათ ძროხების საბული ამერიკოს აგენდის მეტი არაფერი არ არის ასე არ ვეჭაფალი ეს ტრაქტორიც კაი ხანი აყენია ალბათ აქ ბალახებშია დამალული. აი წყლის გამათბობელი. ეხლა ჩვენ სოფელ ლულში მოვედით და ერთ-ერთ გზაზე წავაწყდით ასეთ ფერმა ალბათ. არის ერთი ოჯახი ცხოვრობს, მე მგონი ერთი სახლი არის, სახლთან დგას მანქანა და იქაც გვინდა რომ მივიდეთ. აქ არავინ არ ჩანს. აქ არავინ არ არის, რომ გამოველაპარაკო, ამიტომ აგძლებთ ეხლა ჩვენ გზას, ეგე ტრაქტორი კი აყენია. კაკ საქმეს აკეთებს ეგე ადამიანი სოფლის მეურნეობას ეწევა, ძროხები ყავს სავარაუდოდ და უulis ძროხებს. ეგე ამოვედით ერთ-ერთ მოსახლესთან, ძალიან ლამაზ ბუნებაში იყო ეს სოფელი. თავის დროზე და ზევით მთაზე ჩანდა აი ეს სახლი, მანქანა და გვეგონა რომ ვიღაცა ცხოვრობს აქ, მაგრამ ამოვედით ახლა ჩვენ მანქანით იმ იმედით რომ ვიღაცა დაგხვდებოდა, მაგრამ არავინ ამ სახლში არ ცხოვრობს, დაკეტილია ეს სახლი, ეს მანქანა ალბათ кайხანია აქ დგას. რა ხომ არა ეს მანქანა რა გზით ამოვიდა ჩვენ ამ გზით ძლივს ამოვედით ეს ოპელით როგორ ამოვიდა სხვა გზა არ არის აქ და ციდან არ ჩამოფრინდებოდა ხო და სამწუხაროდ აქ არავინ არ დაგხვდა გარდა ოპელ ვექტრისა ეს ერთი სახლი არის მე მგონი აქ რომელსაც ასეა თუ ისე სიცოცხლის ნიშანკვალი ეტყობა და დანარჩენიანი არის სულ ნანგრევები. დანგრეული სახლებია რა, ერთ დროს კი იყო აქ სახლები, ხალხი ცხოვრობდა. მაგრამ 90-იან წლებში არეულობა და არეულობა რო იყო ქართულ-რუსული კონფლიქტი, მაშინ დაცარიელდა და ხალხმა დატოვა თავიანთი საცხოვრებლები. აგერ ერთი სახლიც კიდე აქ ჩანს. იქითაც ჩანს კიდე სახლის ნანგრევები. არა უშავს, გამაგრძელებთ ახლა ჩვენ გზას.